სოციალები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად, რომ ადამიანები დავიცვათ, რასაც აუცილებლად ხდება. ამ განცხადებიდან ზუსტად 2 კვირის თავზე ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების სტანდარტები მედია საშუალებათა ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზეც გაავრცელოს. თუკი რეგულაციების ინიცირებისას მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ ცვლილებები მხოლოდ სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ეთერებს შეეხებოდა, ახლა ქართული ოცნება ტექნოლოგიების განვითარების, დახვეწისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის არგუმენტით გეგმავს ინტერნეტში გავრცელებული მასალაც კანონმდებლობას დაუქვემდებაროს. ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ თავს მედიას უწოდებენ და წარმოადგენენ მედიას, მაგრამ არ მაუწყებლობენ, არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, ანუ მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება და ხერხი არ არის ტელევიზია, მაგრამ ამ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორც საიტებს, ასევე სხვადასხვა აპლიკაციას და აქვს სტრუქტურიზებული ფორმა ამ პირებზე გავრცელდეს იგივე სტანდარტები რა სტანდარტებით მაუწყებლობაზე ვრცელდება და რა სტანდარტები იგულისხმება ისევ და ისევ ფაქტის ჯეროვანი გავრცელება. უფლებადამცველთა ნაწილი სოციალური ქსელების რეგულირებას ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უკავშირებს. ისინი ამ პროცესებს 2012 წელს ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში გადადგმულ ნაბიჯებს ადარებენ. ახალი ნორმა, რომელიც შეურაცხყოფის მიყენებაზე, პოლიტიკური თანამდებობის პირის საჯარო მოხელაზე შეურაცხყოფის მიყენებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა და განისაზღვრა და შესაძლებელი არის, რომ არსებობდეს სწორედ მისი იმგვარი განმარტება, მათ შორის, რომ ონლაინ სივრცეშიც, იგივე Facebook გვერდზე, ხო, გაკეთებული რაღაც ნებისმიერი განცხადება შეიძლება განიმარტოს და მოექცეს ამა თუ იმ კანონმდებლობის მოქმედების სფეროთ. ჩვენ გვახსოვს იგივე რუსეთის მაგალითი, როდესაც მიიღეს მსგავსი ტიპის კანონმდებლობა. ჩვენ გვახსოვს, რომ ადამიანების რეპრესიები, მათ შორის და კანონის მოქმედების ქვეშ მოქცევა სწორედ ონლაინ სივრცეში აქტიურობის გამოც ხდებოდა. უფლებადამცველები არ გამორიცხებენ სხვა შეზღუდვებსაც. მაგალითად 17 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე პროფესორ ავთანდილ კახნიაშვილის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება, სადაც სასამართლოს ხდომებზე ვიდეო გადაღების აკრძალვაა მოთხოვნილი. არგუმენტი კი პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის 6 მარტის სასამართლო პროცესია, სადაც ავთანდილ კახნიაშვილის მტკიცებით მოსამართლეს და პროკურორიც აბუჩა დაიგდეს. ქართულ ოცნებაში ამ ინიციატივაზე ჯერ არაფერი უთქვამთ, თუმცა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ცვლილების წარდგენის შემთხვევაში მმართველი პარტიისთვის წინააღმდეგობის გამწევი არავინაა. თუკი ქართული ოცნება ამ საკანონმდებლო ნაბიჯსაც გადადგამს, ეს არ იქნება პარტიის პირველი შემთხვევა, როდესაც ის თავისსავე შემსუბუქებულ კანონს თავადვე ამკაცრებს. ნებისმიერი პროცესის მიმდინარეობის დროს ნათელი არის, რომ არ არსებობს არანაირი ობიექტური გარემოებები, რომ რითი ხელმძღვანელობს ხო სასამართლო, რითი ხელმძღვანელობს პროკურატურა და შესაბამისად ამისი გამოაშკარავება და ასე წინაპლანზე წამოწევა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ინტერესში საერთოდ არ შედის და შესაბამისად ერთ დროს იმაზე, რასაც თვითონ ამბობდა უარს და იღებდა და ცვლიდა ხო კანონმდებლობას, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით ის აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს საჯაროობა მათ შორის. ბოლო 5 თვის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე არაერთი კანონი მიიღო თუ წარადგინა. მათ შორისაა ისეთი ცვლილებებიც, რომლებიც ევროკომისიის 9 დათქმას ეწინააღმდეგება. ყველა მათგანს მოყვა უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ეუთოდინგმა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შეტანილ ცვლილებებზე გადაუდებელი მოსაზრებაც კი გამოაქვეყნა და მათ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო უწოდა. იგივე პოზიცია გაიზიარა ვენეციის კომისიამაც 3 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში და განმარტა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით შეინიშნება. საკანონმდებლო ცვლილებები რეპრესიულად შეაფასა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 17 მარტს გამოქვეყნებულ ანალიზშიც. ჩვენ ნახეთ, რომ განისაზღვრა სპონტანური აქციის ცნებაც, რომელიც არის ძალიან ბუნდოვანი და ამ განმარტების მიხედვით სპონტანური აქცია შეიძლება იყოს აქცია, რომელიც საზოგადოებისთვის რაღაც მოულოდნელი და მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი არის, რაც რა თქმა უნდა ძალიან ფართო დისკრეციის შესაძლებლობას იძლევა და რაც რა თქმა უნდა შეიძლება თავისუფლად გამარტებული იყოს ძალიან სუბიექტურად. მათ შორის ამ შემთხვევაშიც არის ვალდებულება რომ გააფრთხილოს შესაბამისი ორგანო აქციის მონაწილეებმა და თუ არ გააფრთხილებ, ამაზეც არის ჯარიმები ძალიან დიდი ოდენობით და ეს ფაქტობრივად არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევა, იმიტომ რომ სპონტანურობის ნაწილში გამორიცხული იყო გაფრთხილების ვალდებულების არსებობა, თუმცა ეს ჩანაწერი გაჩნდა სწორედ კანონში მარტივიანით რომ ვთქვათ ადამიანი რომელიც ქუჩაში დგას 5000 ლარით როდესაც აჯარიმებ იმის გამო და იმიზეს რომ ტრანსპორტის სავალი ნაწილი ფერხდება აქ რა თქმა უნდა პროპორციულობის პრინციპი არანაირად არ არის დაცული. მე-11 მოწვევის პარლამენტში 99 დეპუტატია წარმოდგენილი, მათგან 9 ხალხის ძალას წარმოადგენს. დეპუტატებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების საარჩევნო სიით შევიდნენ, მოგვიანებით კი ოპოზიციაში გადავიდნენ. ამის მიუხედავად, პარლამენტის ყველა ბოლოდროინდელი ცვლილება ნულოვანი წინააღმდეგობით მტკიცდება. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ყველა მომდევნო ინიციატივას ქართული ოცნება საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებების მიუხედავად მაინც დაამტკიცებს.